ჩემი მეგობარი ნესო. ჩვენი სოფლის ბავშვობა ერთი დიდი სამეგობრო ჯგუფი იყო. არც სკოლა გვქონდა, არც გაკვეთილი, არც მკაცრი აღზრდა. სრულიად თავისუფლები ვიყავით, ვთამაშობდით, როგორ ვთამაშობდით და როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. როცა გვშიოდა, პურის კიდობნიდან ერთ ნაჭერ პურს ვიღებდით და ყველის ქოთონიდან ცოტა ყველს. საღამოთი კი ვიკრიბებოდით და ნესოს ზღაპრებს ვუსმენდით. იმდენი ზღაპარი იცოდა, რომ არც დასაწყისი ჰქონდა, არც დასასრული. ერთხელ სოფელში სასწავლებელი გახსნეს. ჩემ გარდა არც ერთ ბავშვს არ შეეძლო იქ სწავლა, რადგან მათ ფული არ ჰქონდათ. მათ რიცხვში იყო ნესოც. ნესოს მამა ყვიროდა, რომ ფული არ აქვთ, კიდევ ვერ ასწავლის. ნესოს და ჩემი სხვა გარეთ დარჩენილი მეგობრები მოდიოდნენ სასწავლებლის ფანჯარასთან და იქიდან გვიყურებდნენ. 2 წლის შემდეგ სხვა სასწავლებელში დავიწყე სწავლა. აქ სულ სხვა სამყარო იყო, ტანსაცმერის შემიცვალე, სუფთა და ლამაზი ვიყავი. ნესოც და სხვა მეგობრებიც უყურებდნენ ჩემ სუფთა და ჯვრელ ტანსაცმელს. ერთხელაც ქალაქიდან რომ დავბრუნდი, ჩემი მეგობრები უცხოსავით მომესალმნენ. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ ნესოს მამის ცხენი ვიქირავეთ და მე და ნესო ქალაქის გზას გავუდექით. მე მომერიდა ცხენზე შეჯდომა და ნესოსთან ერთად ფეხზე გავხელი ცხენს. გზაში ნესომ ჩაის ფულის მომითხოვა. როცა სწავლა დავამთავრე, სოფელში დავბრუნდი. სოფლის შუაგულში ხალხი იქ რო შეკრებილი. შუაში ბოძზე მიბრუნული იყო ნესო. მითხრეს რომ იქურდა. ნესო ჩემი თხოვნით გაუშვეს.